Raylight TV 26 მარტს 17 საათზე იმყოფებოდა საქართველოს უნივერსიტეტში კინო Keep Smiling-ის პრეზენტაციაზე. მას ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი და ემსახურებოდა გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად სახსრების მოძიებას. საქართველოს უნივერსიტეტის მიქს კლუბი ატარებს გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად ფილმის ჩვენებას, რუსუდან ჭყონიას ფილმი Keep Smiling. ჩვენებაზე მოწვეული არიან ფილმის რეჟისორი, მსახიობები და ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ ისინი შეხვდებიან სტუდენტებს და გაესაუბრებიან მათ. ფილმი შეეხება მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსს. გამარჯვებული ამ კონკურსში იღებს $25,000 და ბინასად და არის ტრაგიკომედია. ბევრი პრიზი აქვს აღებული, ეხა სულ გუშინ 3 პრიზი ავიღეთ მთავარი მამერსის საფრანგეთის ფესტივალზე, ვენეციაში მოხდა პრემიერა ფილმის. და გრან-პრი გვაქვს მონპელიეში აღებული და მოკლედ საკმაოდ წარმატებულად და კარგად საფესტივალო ცხოვრება წარმატებული კარგი ქონდა ფილმს. სტუდენტებმა შემომთავაზეთ თხოვეს რომ ჩართულიყავით ამ აქციაში და გვეჩვენებინა საქველმოქმედო ჩვენება გაგვეკეთებინა ამ ფილმის. რაც ცოტა რთული და გადასაწყვეტი იყო, იმიტომ რომ ზუსტად ეხა ამ წუთაში ჩვენი ფილმის ჩვენებები მიდის კომერციული ჩვენებები მიდის რუსთაველში და მასში რა ქვია კინო საქართველოში და ამირანში და პროდიუსერებს მაინც არ უნდათ ესე რომ რაღაც, მაგრამ მე ვიფიქრეთ რომ ავწონდათ ყველაფერი გავწყვეტეთ რომ აუცილებელია ეს რაღაცებს გაკეთება და ამიტომ ჩავერთეთ და ამ საქველმოქმედო ჩვენებას დედები ჩვენ ვართ დედები